გქონია შემთხვევა, როდესაც მეგობარმა შენზე იხუმრა. შენ ეს ხუმრობა არ მოგეწონა, მაგრამ ვერაფერი უთხარი. ნახე რა მაგარი მიმივიპოვე. ვერ მივხვდი? აი მე რა შტერი ხარ. და მაინც, როგორ უნდა მოიქცი ასეთ სიტუაციაში? თუ ხუმრობა შენთვის არასასიამოვნო იყო, მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი ემოციები არ დააიგნორო. თუ ხუმრობა არ მოგეწონა, ამაში უცნაური არაფერია. ეს არ ნიშნავს, რომ იუმორის გრძნობა არ გაქვს. უბრალოდ ზოგი ხუმრობა არც ისე სასაცილოა. იუმორი კარგია, მაგრამ არა სხვისი დამცირების ან დაცინვის ხარჯზე. ცუდი ხუმრობით შეიძლება ადამიანმა შენი საზღვრები დაარღვიოს. თუ შენ თავს უხერხულად იგრძნობ, უმჯობესია პირდაპირ უთხრა რა გაწუხებს, მოკლედ და გულწრფელად. მაგალითად, ვიცი რომ იხუმრე, მაგრამ ეს ჩემთვის სასაცილო არ იყო. ან ეს ცოტა ზედმეტი იყო. მოდი ამაზე აღარ ვიხუმროთ. ასე აჩვენებ, რომ შენ საზღვრებს პატივს სცემ და სხვებისგანაც იგივე სიტყვა. ზოგჯერ მეგობარი უბრალოდ შეიძლება ვერც აცნობიერებდეს, რომ ცუდად იხუმრა და გული გადგინა. მაგრამ თუ ის მართლა შენი მეგობარია, მოგისმენს, დაფიქრდება და შეცვლის თავის დამოკიდებულებას. ასეთი კომუნიკაცია შენთვისაც უფრო კომფორტული იქნება და მეგობარსაც დაეხმარება უკეთ გაიგოს, როგორი ხუმრობებია მისაღები და როგორი არა. და შენ როგორ იქცევი, როცა მეგობარი ცუდად გეხუმრება? დაგვიწერე კომენტარებში.